უთხრამს უმაღლესი განათლების მიღების ღირებულებას, ან უფრო ზუსტად ვთქვათ, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების ღირებულებას. ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი აქცენტირებული და გაბატონებული ღირებულება საზოგადოებაში. ათეული წლებია, ძალიან დიდი ხანია ასია. მეორე, არჩევანის თავისუფლება, ასევე უთხრამს ეს რეფორმა ღირებულებას. მესამე ეს გახლა ღირსება, ან უფრო ზუსტად ვთქვათ, პროფესიული ღირსება და მეოთხე აი ეს სამივე ღირებულება რაღაცნაირად გარდაწყდება კიდევ საყოველთაოდ გაზიარებულ საყოველთაოდში გულისხმობ უმრავლესობის მიერ გაზიარებულ ღირებულებაში ეს არის ევროინტეგრაცია. აი სულ მცირე ამ 4 ღირებულების დეკონსტრუქციას ახდენს უმაღლეს განათლების ეს დაანონსებული რეფორმა და რამდენიმე ინდიკატორს გეტყვით რატომ ახდენს ამ ღირებულებათა დეკონსტრუქცია. პირველი, რატომ ვნებს ეს რეფორმა ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას. აქ ბევრი ითქვა და კიდევ ვიდა ხაზი გაუსვა ამას. ეს რეფორმა არის პირდაპირ ინტერდისციპლინარობის წინააღმდეგ მიმართული. ახლა მე წარმოვადგენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თქვენ ვერ ნახავთ ჩვენთან მოქმედებს 6 პროგრამა, 6 სასწავლო პროგრამა და თქვენ ვერ ნახავთ პროგრამას, რომელიც არ იყენებდეს მომიჯნავე დარგის რომელიმე კურსს, ან კურიკულუმში არ იყოს ჩართული მომიჯნავე დისციპლინების საგნები. მათ შორის სოციალურ საგნებს ბევრი სხვა სასწავლო პროგრამა იყენებს, იქნება ეს პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა და ასეთი აღარჩამებული ამ პროფესია. და მაშინ თუ ასე იგი რაღაც უნივერსიტეტს რომელიმე უნივერსიტეტს ეძლევა რომელიმე დარგის განვითარების პრიორიტეტი, პრინციპიდან გამომდინარე, ქალაქი ერთი ფაკულტეტი და არსებობდეს, ან ქალაქში ერთ უნივერსიტეტს, ერთზე მეტ უნივერსიტეტს არ შეიძლება რომელიმე სასწავლო პროგრამის სწავლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ინტერდისციპლინარობა არის პრინციპში გაუქმებული. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს მეცნიერების განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. მეორე, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ რეფორმის თანახმად სახელმწიფო უგეგმავს უნივერსიტეტებს, რომელი პროგრამები განახორციელოს, რამდენი სტუდენტი მიიღოს და ასე შემდეგ. ეს უთხრამს პირდაპირ არჩევანის თავისუფლებას, რომელიც კიდევ ერთი, როგორც უკვე გითხარით, ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, ხო? ანუ სტუდენტს, უბრალოდ აბიტურიენტს აღარ შეიძლება მიმართოს იმ სასწავლო პროგრამას იმ უნივერსიტეტში, რომელიც მას საუკეთესოდ მიაჩნია, ანუ მას ერთმევ არჩევა. რაც რასაკვირველია, მას მნიშვნელოვნად აზარალებს, მის თავისუფლებას მნიშვნელოვნად აზარალებს და აუცილებლად ხარგასასმელია ისიც, რომ ფაქტურად უქმდება კონკურენტულობა უნივერსიტეტებს შორის. კონკურენტულობა, რომელიც არის განვითარების ძირითადი მექანიზმი. ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი. შემდეგ აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ 12 წლიანი განათლების გაუქმებაზე. ესეც უთხრამს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას, იმიტომ რომ როგორც წესი, როგორც საგანმანათლებლო სივრცეში 12 წლიანი განათლება არის აუცილებელი იმისთვის, რომ მინიმუმ სწავლა გააგრძელოს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.